საღამომშვიდობის მარნეული ტივის პირდაპირ ეთერშია დღის ახალი ამბები, რომელსაც მარნეული ტივის გუნდთან ერთად მე ნინო კერვალიშვილი და სალო სალახლი წარმოგიდგენთ. Salamlayıram hər birinizi Marnevi televiziyasının komandası ilə birlikdə. Mən Salo Salahlı və Nino Kervalishvilinin təqdim edəcəyi xəbər buraxılışı efirdədir. საქართველოში ბოლო პერიოდში მედიკამენტებზე ფასმა საგრძნობლად მოიმატა თუ რამ განაპირობა აღნიშნული ფაქტი და რას ფიქრობდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით ადგილობრივები, გთავაზობთ ჩვენს მომზადებულ სიუჟეტს. ლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაიზარდა. ფასის ზედა ზღვარი ჯამში 2300 მედიკამენტზე განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, არსებულ ქრონიკულ და ონკოლოგიურ პრეპარატებს, ანტიჰიპერტენზიული, ანტიკოაგულაციური, ანტიჰისტამინური, ანტიბიოტიკები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედი ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგო წამლები დაემატა. ფასწარმოქმნის აღნიშნული მექანიზმი წლის ბოლომდე 7000-მდე მეტ მედიკამენტს გავრცელდება, რის შედეგადაც ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. ძალიან გაძვირებულია მედიკამენტები, დაახლოებით 3-4 ჯერ. მე პირადად შაქრიანი დიაბეტის მედიკამენტებს ვყიდულობ. აფთიაქის ფასდაკლების ბარათიც მაქვს, მაგრამ მაინც ძალიან ძვირია იმ ბარათითაც. ძალიან მაწუხებს ის ფაქტი, რომ მედიკამენტების ფასმა მოიმატა, თუმცა სამწუხაროდ სხვა გამოსავალი არ გვაქვს და მაინც ვყიდულობთ. აი ზუსტად ახლა დედაქალაქში მივდივარ ექიმთან. ეს ჩემი მედიკამენტების ჩამონათვალია. ზოგი წამალი ერთგან 12 ლარი, ხოლო ზოგ აფთიაქში 18 ლარი ღირს. რატომ ხდება ასე, რატომ არის ამხელა განსხვავება? რეფორმის მიზანი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად ფარმაცევტული პროდუქციის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება. Gürcüstanda dərmanların qiyməti bahalaşıb. Bununla bağlı ətraflı məlumat hazırladığımız süjeti izləyə bilərsiniz. İstinad qiymətinin tətbiq olunduğu dərmanların siyahısı artıb. Ümumilikdə 2300-dən çox dərman vasitəsi üçün qiymətin yuxarı həddi müəyyən edilib. Bu barədə Səhiyyə Nazirliyi məlumat yayıb. Onların hesabatlarına görə mövcud xroniki və onkoloji dərmanlara antihipertensiv, antikoagulyasiya, antihistamin, antibiotiklər, məddə ağrısı traktına təsir göstərən ağrı kəsici və iltihab əleyhinə dərmanlar əlavə edilib. İlin sonuna kimi qeyd olunan qiymət mexanizmi 7000 dərman vasitəsinə qədər şamil olunacaq. Nəticədə əczaçılıq bazarında aktiv dövriyyədə olan dərman vasitələri tam əhatə olunacaq. Çox qalxıb qiymətlər. Məsələn, mən özüm şəkər dərmanı alıyorum. Bax, hal-hazırda 3 dəfə, 4 dəfə qalxıb. Bütün apteklərdə elədi. Öyle yazıyorlar, hələ kartım da var. Razı olsak bahalanıb, razı olmasaq da. Hardan çatdırırıq, ala bilirik, pensiyada nə kəsir, pul heç də kəsmiyor. Elə baxırsa doktora gedirəm. Baxırsa Tiflisə doktora gedirəm. Çox pis. Bəzi aptekdə 12 liradır, bəzidə bir dərman birdən 18 liradır. Bu niyə belədir? İslahatın məqsədi vətəndaşların dərman vasitələrinə maksimum çatımlığını təmin etməkdir. Dəyişiklik nəticəsində əczaçılıq məhsulunun qiyməti orta hesabla 40% ucuzlaşacaq. მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფებოდა. თემის დეტალებზე ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ქველაძე მუშაობდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციამ შეხვედრები გამართა ქალაქ კოსტანაის და კოსტანაის ოლქის ნაურზუმის რაიონის აკიმატის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, მარნეულის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ კოსტანაის დამეგობრების პერსპექტივას, რეგიონებს შორის ეკონომიკური, კულტურული, სამეწარმეო, სასოფლო-სამეურნეო გამოცდილებების გაზიარებას და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებს. აღსანიშნავია, რომ დელეგაცია კოსტანაის ოლქის ნაურზუმის რაიონში გამართულ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთიდან ემიგრანტის მამედ ოჯახვერდიევის ხსოვნის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი გენერალ-მაიორი კობა კობალაძეც ესწრებოდა. მამედ ოჯახვერდიევს ყაზახეთში მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო, როგორც მაღალკვალიფიციურ სპეციალისტ სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. იგი ასევე გახდა კოლმეურნეობა გიგანტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისმა ვაჟებმა განაგრძეს მამის საქმიანობა.
Şükürüp çıktım birisi, biri şarkı birisi, usudurgan oturuz, durgan აგვისტოს თვეში ვიმყოფებოდით ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში, კერძოდ კოსტანაის მუნიციპალიტეტში. შევხვდით კოსტანაის და ასევე ნაურძუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას, ჰქონდა გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა. დავგეგმევდა ვიმჯელეთ სამომავლო ურთიერთობებისთვის, როგორც კულტურული მიმართულებით, ასე აგრარული მიმართულებით, რადგანაც აღნიშნული მუნიციპალიტეტები აგრარული მიმართულებით არიან ძალიან განვითარებული მუნიციპალიტეტები. მოვინახულეთ ერთ-ერთი საწარმო ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო, რა თქმა უნდა, მასშტაბებით ძალიან დიდი მასშტაბის საწარმო იყო. ვიმჯელეთ იმ თემებზე, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტებიდან მოვიწვიოთ სპეციალისტები ამ დარგში წარმატებული ფერმერები და მეწარმეები, რომლებსაც გავაცნობთ ჩვენ მეწარმეებს, ჩვენ ფერმერებს და ვფიქრობ სამომავლოდ ბევრი საერთო შემხებლობა ექნება და ბევრი კარგი ერთობლივი პროექტი თუნდაც დაიგეგმება. ნაურძუმის მუნიციპალიტეტში დავესწარეთ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც ეძღვნებოდა ჩვენი თანამემამულის, ჩვენი მუნიციპალიტეტიდან წასულ მოქალაქეს, კერძოდ მამედ ოჯახვერდიებს, რომელიც წლების წინ წავიდა ყაზახეთში და ეწეოდა ფერმერულ საქმიანობას. კულტურული ღონისძიება კერძოდ ეძღვნებოდა გარდაცვალების 30 წლის თავს, რომელიც ჩატარდა მასშტაბურად წლების წინ პიროვნება, რომელიც მარნეულიდან წავიდა და მოღვაწეობას ეწეოდა ყაზახეთში, მიიღო ყაზახმა ხალხმა როგორც თავისივე მეგობრად, თავისივე თანამემამულედ და ეს პიროვნება იყო ამდენად წარმატებული. დღეისათვის მამედ ოჯახვერდიების საქმიანობას აგრძელებენ იმისი შვილები და აგრძელებენ ძალიან წარმატებულად, ასეულობით ადამიანი ყავთ, დასაქმებული აქვთ გადასამუშავებელი საწარმოები, 70,000 ჰექტარამდე მიწასამუშავებენ და მოყავთ სოფლის продуктების მრავალი სახეობა. Наш отец уроженец Грузии, Марьинского района поселок. მამაჩემი არის საქართველოდან, მარნეულის რაიონის სოფელ ალგეთიდან, რომელიც დაიბადა 42 წელს და იყო მექანიზატორი. გაიგო ყაზახეთის შესახებ, სადაც შეძლებდა თავისი საქმიანობის უფრო მეტად განვითარებას. 1965 წელს ჩამოვიდა ყაზახეთში და დაიწყო მიწათმოქმედება. ჩვენ, მისი შვილები, ახლა ამ მიწაზე ვმუშაობთ. ახლა მამას გარდაცვალებიდან 30 წელი შეუსრულდა, რის გამოც რაიონში, სადაც ის მუშაობდა, გავაკეთეთ ღონისძიება. ახლობლებმა და ყველამ კარგად მიიღეს ღონისძიება. საქართველოდან მოვიწვიეთ სტუმრები ამ დღესთან დაკავშირებით, რომლებიც გვესტუმრენ მარნეულიდან და ამით ხვდებით, რომ ჩვენს მიმართ აქვთ პატივისცემა. ჩვენთვის საქართველო არის მეორე სამშობლო. დიდი მადლობა საქართველოს. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მოინახულეს ოჯახვერდიებების საწარმო, რომელიც ყაზახეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს კორპორაციაა. მისი ნაწარმი კი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. დელეგაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე როინ დეკანოიძე ხელმძღვანელობდა, რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდნენ მარნეულის საკრებულოს წარმომადგენელი ვუგარ გადიმოვი და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი დავით ჭიკაძე. Mardininin belediye rəhbərləri Qazaxıstanda rəsmi səfərdə olublar. Səfərlə bağlı ətraflı məlumat hazırladığımız süjet izləyə bilərsiniz. Mardini Belediyesinin nümayəndə heyəti Qazaxıstan Respublikasında rəsmi səfərdə olub. Səfər çərçivəsində nümayəndə heyəti Konstanay şəhərinin və Konstanay vilayətinin Naursun rayonu Akimatının rəhbərləri ilə görüş keçiriblər. Görüşlər çərçivəsində iki ölkə arasında diplomatik əlaqələrə, Mardini Belediyesi ilə Konstanay şəhər arasında dostluğun perspektivlərinə, regionlar arasında iqtisadi, mədəni sahibkarlıq, kənd təsərrüfatı təcrübələrinin mübadiləsinə və gələcək əməkdaşlıq planlarına toxunulub. Qeyd edək ki, nümayəndə heyəti Konstanay vilayətinin Naursun rayonunda Mardini Belediyesinin Alget kəndində mühacir olan Məhəmməd Ocaqverdiyevin 30 illik yubileyinə həsr olmuş geniş miqyaslı tədbirdə iştirak edib.
Tədbirdə müxtəlif ölkələrdən dəvət olunmuş qonaqlarla yanaşı Gürcüstanın veteranlarla iş üzrə dövlət xidmətinin direktoru general-mayor Kobako Baladze də iştirak edib. Qazaxıstanda kənd təsərrüfatının inkişafındakı xidmətlərinə görə Məhəmməd Ocaqverdiyev yüksək ixtisaslı mütəxəssis kimi bir sıra dövlət mükafatlarına layiq görülüb. O həmçinin Gigant kolxozunun yaradıcılarından biri olub. Oğulları atalarının işini devam etdirirlər. Жүгіріп шықтым белеске, келе шақын емеске, осы отырған отырыс отырған Avqust ayında biz Qazaxıstan Respublikasında, yəni Kostanay Bələdiyyəsində rəsmi səfərdə olduq. Səfərdə görüşlərimiz oldu. Həm mədəni, həm də aqrar istiqamətdə gələcək əlaqələri planlaşdırdıq və müzakirə etdik. Çünki bu bələdiyyələr kənd təsərrüfatı istiqamətində çox inkişaf edib. Müəssisələrdən birinə baş çəkdik. Geniş miqyaslı müəssisə idi. Böyük miqyasda keçirilən mədəni tədbir onun vəfatının 30-cu il dönümünə həsr olunmuşdu. İllər əvvəl Marnilidən ayrılıb Qazaxıstanda fəaliyyət göstərən bir şəxsi Qazax xalqı öz dostu, həmyerlisi kimi qəbul edib və Marnili şəxs çox uğurlu olub. Наш отец уроженец Грузии. Atam Gürcüstandandır. Marnili rayonunun Algeti kəndindəndir. O mexanizator idi. Qazaxıstanda öyrəndi və işini daha da inkişaf etdirə bildi. 1965-ci ildə Qazaxıstana gedərək əkinciliklə məşğul oldu. Bu torpaqları biz becərdik. İndi atamın vəfatından 30 il ötür ki, onun işlədiyi rayonda yaxınları üçün tədbir təşkil etdik və hamı tədbiri yaxşı qarşıladı. Gürcüstandan gələn qonaqları da dəvət etdik və beləliklə anladıq ki, bizə hörmət edirlər. Gürcüstan bizim ikinci vətənimizdir. Səfər çərçivəsində nümayəndə heyətinin üzvləri Ocaqverdiyevlərin İslahat müəssisəsində Qazaxıstanın ən böyük biznes korporasiyalarından biri olan və məhsulları bütün dünyaya yayılan Ataməkən dostu olublar. Marnili merinin birinci müavini Royin Dekanoidzeni rəhbərlik etdiyi nümayəndə heyətinə Marnili Bələdiyyə Məclisinin nümayəndəsi Vüqar Qədimov və Marnili meriyasının İctimaiyyətlə Əlaqələr şöbəsinin rəhbəri David Çikadze daxil idilər. Ozdashvidi ოქტომბერი საქართველოში მასწავლების ოფიციალურ დღედ გამოცხადდა. თემის დეტალებით გთავაზობთ სიუჟეტს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ხდომაზე მიიღეს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში აღნიშნული ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადოებრივი მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე. ნამდვილად მიგესალმები, ხელისუფლებისგან დაწესებული 27 ოქტომბერს მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ძალიან დიდი სტიმულია ეს პედაგოგებისთვის და საერთოდ ყველასთვის, მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის. უფრო მეტად დაფასებული იქნება პედაგოგი ყველას თვალში. მივესალმებით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი პირადად მე და ალბათ ყველა პედაგოგის სახელით. კარგი ჟესტია ნამდვილად ეს ხელისუფლებისგან. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია, სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10,000 ლარის ოდენობით. 27 oktyabr Gürcüstanda Milli Müəllim Günü kimi təsis edilib. Ətraflı məlumat hazırladığımız süjeti izləyə bilərsiniz. 27 oktyabr Milli Müəllim Günü kimi təsis edilib. Hər il oktyabrın 27-sində Gürcü pedaqoqu, Gürcüstanda elmi pedagogikanın banisi, publist, uşaq yazıcısı və ictimai xadim Yaqob Qoqobaşvilinin doğum günü qeyd olunacaq. Bu qərar Gürcüstan hökumətinin icrasında məlum olub. Bundan əlavə qeyd olunan tarixlə əlaqədar olaraq hər il ictimaiyyətin və təhsil sisteminin inkişafına verdiyi xüsusi töhfəyə görə əməkdar pedaqoqlara müəllim milli premiyası, xüsusilə yaradılmış döş nişanı və 10 minlər məbləğində pul mükafat veriləcək.
Hökumətin təsis etdiyi 27 oktyabr Milli Müəllimlər Günü həqiqətən də təqdirə layiqdir. Beləliklə, pedaqoq hər kəsin gözündə həqiqətən dəyərli hesab olunacaq. Mən bu qərarla razıyam və müsbət qiymətləndirirəm. Təşəbbüs çərçivəsində Təhsil və Elm Nazirliyinin müəyyən etdiyi meyarlara uyğun olaraq o müəllimlərin tarixçiləri toplanılacaq, hansılar ki, şagirdlərin, məktəb cəmiyyətinin və ya icmanın inkişafına müxtəlif istiqamətlərdə xüsusi töhfə verirlər. Bundan sonra müxtəlif sahələrin tanınmış simalarının birləşdiyi xüsusən komplektləşdirilmiş komissiya ilin ən yaxşı müəllimlərini müəyyənləşdirəcək. დღეს შიიტი მუსლიმები შუამაალ მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინის გარდაცვალებიდან მე-40 დღეს აღნიშნავენ. დღეს ალ-არაბანის დღეა. დღეს 680 წელს ჰიჯრის 61 წელი იმამ ჰუსეინ იბნ ალის მეოთხე ხალიფა ალის შვილი, შუამავალ მუჰამედის შვილიშვილი და მისი თანამოაზრეების ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან მე-40 დღეა ალ-არბაინი. ამასთან დაკავშირებით შიიტი მუსლიმები ატარებენ სამგლოვიარო ცერემონიებს, იხსენებენ იმამ ჰუსეინს და მის თანამოაზრეებს, კითხულობენ მათი სულების მოსახსენიებელ ლოცვებს. Bugün İmam Hüseynin 40. gündür. Ətraflı məlumat hazırladığımız süjeti izləyə bilərsiniz. Bugün Məhəmməd Peyğəmbərin nəvəsi İmam Hüseynin və onun səhabələrinin şəhadətinin 40. günüdür. Bugün məscidlərdə əza məclisləri təşkil olunur. İbadətgahlarda xütbələr oxunub, ehsanlar verilir. Ərbəin günü İraqın Kərbala şəhərində İmam Hüseynin hərəmi önündə 20 milyondan çox insan Həzrəti ziyarət edib ona başsağlığı verməyə toplaşır. Dünyanın müxtəlif ölkələrində matəm yürüşləri keçirilir. Kərbala şəhidlərinin xatirəsi anılır. Hicrətin 61-ci ilində Məhərrəm ayının 10-u Kərbəlada İmam Hüseyn və onun 72 səhabəsi Yezid ibn Muaviyyə tərəfindən şəhid edilib. İmamın ailəsi isə əsir götürülüb. Şəhidlərin başları nizələr üstə İraqın şəhərlərinə aparılır ki, cəmaət bundan ibrət alsın və xəlifəyə qarşı qiyama qalxmasın. Bu hadisə müsəlmanlar və xüsusilə Əhl-i-Beyt aşiqlər üçün böyük faciədir. O gündən etibarən hər il Məhərrəm ayı başlayandan Səfər ayının 20-sinə kimi, yəni Ərbəin gününədək müsəlmanlar matəm saxlayırlar. სანამ მორიგ სიუჟეტს შემოგთავაზებთ, მე მინდა ტელემაყურებელს უთხრა, რომ გადაცემის ბოლოს ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი იქნება სამოქალაქო აქტივისტი შალალა ამირჯანოვა. ახლა გითავაზობთ მორიგ სიუჟეტს. მარნეველი ქამრან აფანდიევი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია. თემის დეტალებით გთავაზობთ სიუჟეტს. მიმდინარე წლის 5 სექტემბერს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეული გამოვლინდა. ხუთეულში ერთ-ერთი ქამრან აფანდიევია, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლისა და სოფის საჯარო სკოლების ქართული როგორც მეორე ენა მასწავლებელი, ასევე მათემატიკის მასწავლებელი. გამარჯვებული დასახელდება 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს. გუშინ გამოვლინდა ხუთეული, მთელი ოჯახი, მთელი ორგანიზაციის წარმომადგენლები ველოდებით პასუხს და ვუყურებით ლაივს. პირველივე გამოვლინდა ჩემი სახელი გვარი, სინამდვილეში კურსში ველოდებოდი, მაგრამ ძალიან დიდი სიურპრიზი, სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახის მთელი ახლობლებისთვის. რა მთელი დღის განმავლობაში იზეიმის. მე მგონი ეს არ არის ჩემი გამარჯვება, ჩემი მარტო
წარმატება, ეს არის თემის წარმატება, რათა აზერბაიჯანულენოვან ახალგაზრდა მასწავლებელი პირველად იღებს მონაწილეობას და ხუთეულში. ეს არის ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის, კანდიდატ მასწავლებლებისთვის დიდი წარმატება. პირველ ადგილზე გასულ მასწავლებელს ჯილდო 15000 ლარი გადაეცემა. ხუთეულში გასული მასწავლებლები 5-5000 ლარს მიიღებენ ჯილდოს სახით. ათეულის წევრები კი 2000 ლარს მიიღებენ საჩუქრად. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში განათლების კოალიციამ დააფუძნა და ისინი მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის The Global Teacher Prize ნაწილია. კონკურსი საქართველოში მე-7-ად ტარდება. Kamran Əfəndiyev Milli Müəllim mükafatının 5-liyindədir. Bununla bağlı ətraflı məlumat hazırladığımız süjetdə izləyə bilərsiniz. Marniyədən olan pedaqoq Kamran Əfəndiyev Milli Müəllim mükafatının 5-liyindədir. 2023-cü ilin Milli Müəllim mükafatının finalçıları 5 sentyabr tarixində elan olunub. Xocani İctimai Məktəbinin Gürcü dili, ikinci dil kimi fən müəllimi Kamran Əfəndiyev 5-likdə yer alıb. Qeyd edək ki, həmin müəllimlərdən biri 5 oktyabr tarixində Beynəlxalq Müəllimlər Günündə Milli Müəllim mükafatının sahibi olacaq. Dünən bütün aləmlə birlikdə, komanda yoldaşlarımızla birlikdə 5-liyin açıqlanmasını gözləyirdik. Facebook üzərindən live etmişdilər və ilk olaraq mənim ad soyadımın açıqlanmasından sonra aləmdə, komanda yoldaşlarımda, ümumiyyətlə icmada çox böyük sevinç yarandı. Böyük sevinclə qarşıladılar insanlar, zəng edir, təbrik edir, öz gözəl hisslərini mənlə bölüşürdülər. Bu mənim üçün çox xoş sürpriz idi. Düşünürəm ki, gənclər Gürcüstanın müxtəlif bölgələrində müəllim olaraq məktəblərdə dərs deməyə başlamalı və öz bilik və bacarıqları ilə gəncləri inkişaf elətdirməlidirlər. Bu, Kreml-Xatiri bölgəsində daha önəm kəsb edir və buna görə də gənc kadrlar düşünürəm ki, yaxın zamanda məktəbdə öz yerlərini almalıdırlar. Milli Müəllim mükafatı Təhsil Koalisiyasının Elm və Təhsil Nazirliyinin Müəllimlərin Peşəkar İnkişaf Milli Mərkəzinin arasında bağlanmış memorandum əsasında 2017-ci ilin 13 mayında təsis edilib. Qeyd olunan təşəbbüs Gürcüstanda artıq 7-ci dəfədir həyata keçirilir. O, müəllimlərin populyarlaşdırılmasına istiqamətlənmiş qlobal kampaniyanın მე როგორც მაყურებელს დავპირდი ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარია სამოქალაქო აქტივისტი შალალა ამირჯანოვა. თუ რა თემაზე გვექნება საუბარი შალალასთან გაგაცნობთ. უკვე 30 წელია რაც USAID საქართველოსთან აქტიურად ურთიერთთანამშრომლობს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ შალალა მოვიწიეთ პირდაპირ ეთერში. შალალა მარნეულიდანაა და იგი ეთნიკურად უმცირესობას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შალალა იყო მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ძალიან აქტიური წევრი და მოგვიანებით გახდა პიტას განმახორციელებელი პარტნიორის უნაგის თანამშრომელი. მოგესალმებით შალალა, მადლობას მოგახსენებ პირდაპირ ეთერში სტუმრობისთვის, მადლობა რომ გამონახეთ დრო. პირდაპირ კითხვისგან მოვალ მე თქვენთან, რომ გვითხრათ, როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა USAID-თან? მეც მოგესალმებით, მივესალმები მარნეული TV-ის მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ დამპატიჟეთ ეთერში. წარვადგენ ჩემ თავს, ვარ შალალა, აქტივისტ ვეძახი ჩემ თავს, იმიტომ რომ აქტიურად ვარ ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში. შეძლებით დაგვარად ვეხმარები ქალებს, ქალების უფლებების დაცვაშიც ვეხმარები. წლების განმავლობაში ვიყავი USAID-ის პროგრამების ბენეფიციარი და თქვენ როგორც ახსენეთ, შემდგომ გავხდი გამახორციელებელი ერთ-ერთი პროგრამის გამახორციელებელ ორგანიზაციაში. ასევე გუნდის სამუშაო გუნდის წევრი, რაც ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება და ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა იყო. ამასთან ჩემი თანამშრომლობა USAID-თან დაიწყო სკოლის პერიოდში, როდესაც მე ვიყავი სკოლის მოსწავლე. ეს იყო სადღაც მე-9 კლასიდან, თავდაპირველად რა თქმა უნდა მარნეულში, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის წევრი ვიყავი და წლების განმავლობაში იქ შევიძინე, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრი ცოდნა, გამოცდილება, რაც შემდგომ გამოვიყენე. ეგრე გამოვიდა, რომ
მივიღე შემოთავაზება უნაკში პროგრამის სტაჟიორად, დავიწყე სტაჟირება და სტაჟირების შემდეგ უკვე დავსაქმდი პიტას პროგრამაში, რაც როგორც ვახსენე, ჩემთვის იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება ჩემს კარიერულ ცხოვრებაში. შალალა, რომ გითხრათ, რა მოგცათ უშუალოდ ამ პარტნიორობამ? ვახსენე, ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნების, ასე ვთქვათ, საქართველოში ახალგაზრდების განვითარებისთვის გარე ფაქტორების მხარდაჭერა და USAID არის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი დონორი საქართველოსთვის, როგორც ახალგაზრდულ, ისევე სხვა სტრატეგიული მიმართულებით და USAID განსაკუთრებულად რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მე რა თქმა უნდა ხალხს გავუსვამ ახალგაზრდულ პროგრამებს, რადგან ძალიან ბევრს აძლევს ახალგაზრდებს ცნობიერების ამაღლების კუთხით, როგორც მოსახლეობაში, ასევე რა თქმა უნდა ახალგაზრდებს არაფორმალური განათლება პრობლემას თუ არ წარმოადგენს რამდენიმე პროგრამის შესახებ რომ გითხრათ უშუალოდ რომელ პროგრამებზეა საუბარი? მე თავდაპირველად ვიყავი ჩართული ანის პროექტში, ეს არის მოკლე აბრევიატურა, რომელიც არის სამოქალაქო ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში და შემდგომ ვიყავი ჩართული პიტაში, თავიდან როგორც ვახსენე ახალგაზრდულ ცენტრში მარნეულის და შემდგომ უკვე თბილისში გადავედი, როგორც უნივერსიტეტში სწავლისას თბილისში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებში ვერთვებოდი, შემდგომ უკვე თქვენც როგორც ახსენეთ და მე როგორც ვახსენე, პროგრამაში ვიყავი ჩართული და ეს არის მხოლოდ ორი პროგრამა, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა და ასეთი უამრავი ასობით და ათობით პროგრამა. სტუდენტობასთან ერთად ხომ არ გაგიჭირდათ ამ პროგრამებზე მორგება? აუცილებლად აღნიშნავ, რომ ზოგადად სტუდენტობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთო არაფორმალური განათლებაში, ანუ სხვადასხვა პროგრამებში, რომ ფორმალურ განათლებასთან ერთად შეძლო შენი თავის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა და განვითარება, ხო? და ესეთი პროგრამები ძალიან ბევრს გაძლევენ. მე ვიყავი ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, იმ კუთხით დიდი შესაძლებლობა მომეცა, რომ USAID-ის მხარდაჭერით გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მივიღე Open World-ის პროგრამაში. ეს ყველაფერი მომცა იმ ბექგრაუნდმა და იმ გამოცდილებამ, რაც მქონდა შეძენილი USAID-ის პროგრამებში. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ამ გამოცდილებამ მომცა სხვა პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას. ზოგადად სულ ვამბობ, სადაც ეთერში არ ვიქნები, რომელ პროგრამებში ახალგაზრდებისთვის ტრენინგს ან რამე სემინარს არ ჩავატარებ, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხარ სტუდენტი ან მოსწავლე, ან თუნდაც უკვე კარიერის დამწყებ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაერთო დამატებით პროგრამებში და მიიღო რაც შეიძლება მეტი გამოცდილება, რაც გამოგადგება კარიერულ განვითარებისას, კარიერულ გზაზე და ნამდვილად USAID-ს აქვს ბევრი პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს მხარს უჭერს განვითარებაში და დღესდღეობით ერთ-ერთი პროგრამა ისევ აქვს მარნეულში, მარნეულის ახალგაზრდული ცენტრია დაარსებული ერთ-ერთი ორგანიზაციის ბაზაზე და მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი მარნეულელი ახალგაზრდა, როგორც მარნეულიდან, თვითქალაქიდან, ასევე მუნიციპალიტეტში სოფლებიდან ბენეფიტებს იღებენ ამ პროგრამისგან. შალალა, რომ მითხრათ, როდის დაინახეთ თქვენი პირველი წარმატება, რაც შეეხება USAID-ს უშუალოდ? ჩემი პირველი წარმატება, როდის ზუსტად მაშინ დავინახე, როდესაც მომივიდა დასტური, რომ საზღვარგარეთ, ანუ პირველად ამერიკაში ვემგზავრები ზუსტად USAID-ის და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და დაფინანსებით. სულ 18 წელს ვიყავი მაშინ და მივხვდი, რომ აი ეს არის ზუსტად იმ ჩადებული შრომის და იქამდე მიღებული გამოცდილების შედეგი, რომ ეს შევძელი. Ну, რა თქმა უნდა, უკვე მომდევნო წლებში, როდესაც უკვე მაგისტრატურის სასწავლებლად საზღვარგარეთ წავედი და სხვა პროგრამებში ჩავერთე, დავსაქმდი პრესტიჟულ ორგანიზაციებში, უკვე დავინახე ეს წარმატება, რომ ის ბექგრაუნდი, რაც ჩადებული მქონდა, რაც დაიწყო მარნეულში, ზუსტად იმ პროგრამების, იმ არაფორმალური განათლებიდან მიღებული გამოცდილების და ცოდნის შედეგია. დიახ, როგორც აღნიშნეთ, თქვენ იყავით 18 წლის, როცა თქვენ გაემგზავრეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუ გქონდათ ამ თემასთან დაკავშირებით ოჯახის, ესე ვთქვათ, წინააღმდეგობა იქნებოდა დისკომფორტის თემა, ანუ თუ გქონდათ ის დამოკიდებულება, რომ საკმაოდ პატარა იყავით იმისთვის, რომ გაცილებულიყავით ესე საზღვრებს და პირდაპირ ამოგეყოთ თავი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
საბედნიეროდ არა, იმიტომ რომ ბავშვობიდან ძალიან პატარა ასაკიდან ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობებში, ცეკვაზე დავდიოდი და სულ ვიყავი გასტროლებზე და კონცერტებში და შემდგომ უკვე არაფორმალურ განათლებაში, რადგან მცირე ასაკიდან ვიყავი ჩართული, არანაირი წინააღმდეგობა არ მქონია ოჯახის მხრიდან, პირიქით სულ მხარს მიჭერდნენ და ეს ყველაფერი იყო ჩემს, ასე ვთქვათ, განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია. კარგით, მშვენიერი. შალვა, რომ აგვიღწეროთ მოკლედ თქვენი წარმატების ისტორია. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემ, ასე ვთქვათ, ისტორიის მოყოლას არ დავიწყებ, მაგრამ მცირე რჩევასაც მივცე მაყურებლებს, განსაკუთრებულად ახალგაზრდებს, ვინც აი ახლა იმ ასაკში არიან, ვინც იმ გზაზე დგანან, რომლებსაც უნდათ განვითარება და რაც შეიძლება მეტის მიღწევა. მე დავიწყე ძალიან მცირე ასაკში, ეს არის 13-14 წლის რო ვიყავი მაშინ, ტრენინგებით, სემინარებით მახსოვს არც ერთ შეხვედრას არ დავტოვებდი, რო არ დამესწრო. ჩაგეძიებით, ახსენეთ, რომ 13-14 წლის ასაკში დაიწყეთ, უკვე უშუალოდ USAID-თან ურთიერთობა, ხო, როგორც მე მივხვდი. გამოდის ისე, რომ საკმაოდ პატარა ასაკში მოზარდებს შეუძლიათ ჩაერთონ მსგავს პროგრამებში და უკვე როცა იქნებიან დასრულების, სრულწლოვნები, შეიძლება რომ მათაც ანალოგიური გზა გაიარონ, რა თქვენს შესაძლოა იმაზე უკეთესად. დიახ, სრულიად გეთანხმებით, აი ახლა ზუსტად ხორციელდება მარნეულში USAID-ის ერთ-ერთი პროგრამა, სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრში არის, სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის ბაზაზე არის გახსნილი ახალგაზრდული ცენტრი, მრავალფეროვნე პროექტის სახელი ზუსტად დამავიწყდა, ერთიანობა მრავალფეროვნებაშია და იმ პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდული ცენტრის ბაზაზე, როგორც მოზარდებს, ისევე აბიტურიენტებს, ისევე სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ მათ პროგრამაში. დღესვე მოგაწოდებთ, რომ ჩაერთოთ და რაც შეიძლება მეტი მიიღოთ აღნიშნული პროგრამიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბენეფიტი იქნება თქვენთვის. დიახ, შალალა, თქვენ გექნებათ ინფორმაცია და უშუალოდ იქნებით ალბათ ინფორმირებული, მე ესე მგონია. მარნეული როგორც ეთნიკურად სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლებით დასახლებული მუნიციპალიტეტი. რამდენად აქტიურები არიან ამ მხრივ ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები? რამდენად ჩართულები არიან ახალგაზრდები? შესაძლოა აქ არ იყოს უშუალოდ USAID, თქვენ ალბათ სხვა ტრენინგები, სხვა პროექტებშიც გქონიათ მონაწილეობა მიღებული, რამდენად ჩართულები და რამდენად აქტიურები არიან ჩვენი ახალგაზრდები? დღესდღეობით ვიტყოდი, რომ საკმაოდ ბევრი ახალგაზრდაა, რომელიც აქტიურად ერთვება სხვადასხვა პროექტში, სხვადასხვა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობებში, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მახსოვს მე რო ვიყავი პატარა, აი თითით დასათვლელი რაოდენობის ადამიანი ახალგაზრდა მოზარდი ვიყავით, ვინც ასევე ერთვობით პროექტებში, მაგრამ დღესდღეობით უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ნამდვილად მისასალმებელია. რა თქმა უნდა, მისასალმებელია და კიდევ ერთხელ მივუწოდებ, რომ უფრო მეტი ჩაერთოს და რაც მნიშვნელოვანია, უკვე შესაძლებლობა აქვთ, რომ სოფლებიდან შეძლონ, ჩაერთონ, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ მაგას, რომ დღეს რომ სოფლებში სათემო ცენტრები ფუნქციონირებენ და აქტიურად მუშაობენ, აქედან ძალიან დიდი მადლობა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გულს დებენ მაგ საქმეში და ასე აქტიურად სოფლებში ადგილობრივ დონეზე მუშაობენ, იმიტომ რომ წლების წინ მე რო ვიყავი პატარა და მოზარდი, მსგავსი შესაძლებლობა არ იყო და ეს ძალიან ბევრი საერთაშორისო დონორის დამსახურებაა, მათ მიერ შექმნილი რესურსებით დაარსებულია ეს ყველაფერი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სტრატეგიული დონორი ისევ USAID-ია და ძალიან დიდი მადლობა იმ ორგანიზაციებს, რომლებიც აძლევენ ამდენ ახალგაზრდას განვითარების შესაძლებლობას. მადლობ. მორიგ კითხვაზე გადავალ, რომ მითხრათ ყველაზე დიდი გამოწვევა რა იყო? თქვენ ახლა ისაუბრეთ, რომ როცა თქვენ პატარა იყავით, ფაქტიურად ისე ჩამოსათვლელი იყო ის ახალგაზრდები, ვინც დადიოდა რაღაც წრეზე, აქტიურად იყო ჩართული რაღაცა საგანმანათლებლო პროცესებში. ყველაზე დიდ გამოწვევას თქვენ რა მიგაჩნიათ?
თქვენ ერთ-ერთი კითხვა დამისვით, მქონდა თუ არა გამოწვევა ან ოჯახის მხრიდან ან რაღაცა სამწუხაროდ ძალიან ბევრ ახალგაზრდას განსაკუთრებულ გოგოს იქმნებოდა ის პრობლემები, რომ მათ ვერ ერთვებოდნენ იმ აქტივობებში, რაც ტარდებოდა მარნეულში, იმიტომ რომ მე უკვე ვახსენე, რომ მაგ პერიოდში სოფლებში არ იყო ეს შესაძლებლობები და ზუსტად ეს იყო გამოწვევა და ბარიერი ახალგაზრდების წინაშე სხვა სოციალური პრობლემებთან ერთად ის ყველაფერი, რომ ეს ყველანაირი არაფორმალური აქტივობის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები იყო უცხო სოფლის თემისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც უკვე ეგრე არ არის და რასაც მივესალმები. აი ზუსტად გამოწვევა ეს იყო, რომ მე როგორც მოზარდი ჩართული იმ აქტივობებში ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩავრთო აქეთ აქტივობებში და აი ეს წარმოადგენდა გამოწვევას დავდიოდით სოფელ-სოფელ, მე და ჩემს გარშემო ჩემთან ერთად აქტიური სხვა აქტივისტები და ვცდილობდით ვანახოთ მათ რამდენი შესაძლებლობა აქეთ, რა თქმა უნდა, ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც დღეს უკვე აღარ არის და ძალიან მიხარია. დიახ, მე ძალიან მოხარული ვარ და დაკისვამ თაზეთ კითხვას, როგორც აღნიშნეთ, ახლა უკვე ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის მსგავს პროექტებში ჩართული, მსგავს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული. როგორც თქვენ აღნიშნეთ, უშუალოდ თქვენ დადიოდით სოფელ-სოფელ თქვენს მეგობრებთან ერთად. USAID-ის როლი იმ შედეგის მიღებაში, რაც დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში ესე ვთქვათ დაიდო. რა როლი აქვს USAID-ს ამ შედეგისთვის? იცით რა, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი აქტივობის ჩატარებაში, რომ გქონდეს მცირე რესურსი მაინც. რესურსში ყველაფერი შედის, როგორც ადამიანური რესურსი, ისე ცოდნის რესურსი, ისევე პირდაპირ მატერიალური რესურსი და ძალიან ბევრი რაღაცა დამოკიდებულია მატერიალურ რესურსზე და ამ შემთხვევაში, როდესაც ადგილზე რომელიმე დონორი ორგანიზაციის მხარდაჭერა, მატერიალური მხარდაჭერა არ გაქვს, ვერ შეძლებ ვერანაირი აქტივობის განხორციელება და ხაზს გავუსვამ კიდევ ერთხელ, რომ USAID ის დონორია, რომელიც ძალიან ბევრ მატერიალურ რესურსით მხარს უჭერს რეგიონალურ ორგანიზაციებს და ზუსტად ეს არის USAID-ის ძალიან დიდი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, მატერიალური დახმარება ერთ-ერთია შინაარსობრივად, ცოდნის კუთხით ძალიან ბევრ ახალგაზრდას, რომლებიც არიან უკვე ორგანიზაციის დამაარსებლები, ეხმარებიან რომ განვითარდნენ პიროვნების ადამიანური რესურსის განვითარება უკვე სხვა რესურსებს მხარს უჭერს განვითარებაში. ნამდვილად. შალალა, რომ შევაჯამოთ თქვენი პარტნიორობა USAID-თან? ამჟამად კონკრეტული პროგრამის პარკლებში არ ვთანამშრომლობ, თუმცა იმ მცირე თანამშრომლობა ყოველთვის გვაქვს და ძალიან მიხარია, როდესაც მე თავის დროზე USAID-ის პროგრამების ბენეფიციარს უკვე მიპატიჟებენ ტრენერად რომელიმე ორგანიზაციები და აი ახლო წარსულში ვიყავი აღნიშნე ახალგაზრდული ცენტრი მარნეულში ერთ-ერთი ორგანიზაციის ბაზაზე და უკვე რომელი თემის ტრენერიც ვარ, მაგ თემის კარიერული განვითარების შესახებ ტრენინგი ჩავატარე და დავინახე იმ ახალგაზრდების თვალში ცეცხლი და ისევ გამიხარდა და ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება ჩემი თანამშრომლობა USAID-თან ისევ. მშვენიერია, მოხარული ვარ თქვენი ესეთი სულისკვეთებით და დამოკიდებულებით USAID-თან მიმართებაში. მე ჩემი კითხვები დღეისთვის ესე ამოვწურე სიმართლე რომ გითხრათ, თქვენის მხრივ რაიმეს ხომ არ დაამატებით, რაიმეს დამატება ხომ არ გსურთ? უბრალოდ ერთ რაღაცას დავამატებ, მარნეულელ აქტიურ ახალგაზრდებს და არააქტიურ ახალგაზრდებს მივაწოდებ, რომ რაც შეიძლება მეტ აქტივობაში ჩაერთონ, გახდნენ აქტიური მოქალაქეები, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი რაიონის და ჩვენი რეგიონის განვითარებაში და რა თქმა უნდა, თვით განვითარებაშიც ჩადონ რესურსი და ინვესტიცია. ძალიან კარგი სიტყვებით მიმართეთ ჩვენს ახალგაზრდებს. შალალა, მე მინდა მადლობა მოგიხადოთ ჩვენს ეთერში სტუმრობისთვის, რომ ჩაგვერთეთ, გამონახეთ დრო, მობრძანდით პირდაპირ ეთერში და უპასუხეთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებს. ბევრი წარმატებები თქვენ და USAID-ს, რა თქმა უნდა.
მადლობა. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ 30 წელია უკვე, რაც USAID საქართველოსთან თანამშრომლობს. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი იყო სამოქალაქო აქტივისტი შალალა ამირჯანოვა. მე ამით გემშვიდობებით, საინფორმაციო გადაცემა დღეისათვის დასრულებულია. ხვალამდე.